აგირება მუხაჯირები შალმოვანი აფხაზეთიდან კერძოდ ბათუმში ჩემი წინაპარი ჩამოვიდა 1870-იან წლებში 75-78-ში ეს დაახლოებით ბატონი ხემიდის ასე იტყოდნენ ხემიდუს დასახელდა რა აი მოხალე კაცი იყო ისიც აშენებდა სახლებს ავიცი ხან აკვანს აკეთებდა ხან ნანილებს ველოდებდა ყველაფერს აბსოლუტურად იდეა მომივიდა ბავშვობიდან ანუ სკოლის ასაკიდან 7 წლიდან დიდ დგებოდი ადრე ხოლმე მის ნახევარზე და მეხმარებოდი მიცოლაჩებს ხაჭაპურის სკოლაში და გამომუშავებინა ჩემი ხაჭაპური ჭამდი ხაჭაპურს და მე მივედი სკოლაში სკოლა ვუნდებოდი ისევ ვუნდებოდი ერთი საათი მეხმარდა მე უკვე ვაკეთებდი აკვეთილებს რა ესე დავიწყოთ ხოლმე ბავშვობიდან მიყვარდა ძალიან კულინარია ხაჭაპი ოცნება იყო რა რა ვაფთარიყავი მე ხაჭაპური 14 წელსაკიდან უკვე იყო წამყვანი შეფი ვიყავი ხელმოჩაუში იყო სახაჭაპური ძალიან დიდი და 45 მაგიდა იყო თუ ავსწრები რა მაშინ და დღეში ცხოვრობდა 4000 წელი ხაჭაპური გავაგზავნე საქმიანობა ისევ ამ სფეროში წავედი ჯამში ჯამოვედი ჯამიდან ისევ გავაგზავნე ჩემს სახაჭაპურში მუშაობა რა ვიცი დაიწყებაც შემო ცოტა მოვიმოდე წონაში გიბს ამდენი ცომი შევა შეიძლება და ჩემი დავამუღამე ესე ვთქვა და ცომ ხაჭაპურს ვიღებდი ნახევარ გამომცხავს უკვე ცომს ვაცლე შიგნიდან მთლიანად ანუ ქელქილჩებოდა მარტო ხოდა ბოლო შევახუნებდი ისევ შევაცხელებდი და იყო ხაშნა ცომი ესეთი რა ნაკლებად უკვე შევატყერე უკვე წონაში ნელა დავიგედი რა და ესე უპოპულარული გახდა უფრო ერთ კაფეში მუშაობდი ხოდა დილით რის ნახევარი კარები ჩავამიღეს იმენა რა კარებზე გაგვიღე ქშია და მე ჩემთვის ვიკეთებ დილას რის ნახევარზე ჭამდი ვასანაც უკვე კლიენტის მომსახურება და ამ შოჭებაში დამადგენ ბიჭები ხოდა გეხვეწები შემოგვიშვი კაი შემოდი ჭამდა გაიგეთ მეთქია და შემხედა ეს ხაჭაპური რაღაც უცნაურად მოეჩვენა გამიგია ცომ გამოცვლიდა შენ რა ხაჭაპურს ჭამდა რა თქვა ჩაულებდით ხაჭაპურს მოდი არა შენ რაღაც ხვანაებს ჭამდა ესეთი გამიკეთე მეცე რა ამ დავანებე თავი ამაზე ქვიებას მომანიძე ხოდა გავუკეთე ეს ხაჭაპური ამიც გაგიჟდა ესე იგი რა გავიხარე ნახევარსაათი დამაყედა თავზე 30 კაცი აუ გია ნახე ხაჭაპურს აკეთებს ცომ გამოცლი გახოხული გაღიგინებული აჩიშენი რა დაარქვეს მაშინ რა და მაშინ გახდა პოპულარული უკვე ეს იყო დაახლოებით 95-ში უკვე რა ძალიან იყო ჩემი საქმე და ეხლა ვარ 16 წლის წარმოვიდგინეთ და მთელი ჩემი ცხოვრება 59 წლის სტაჟი მოგვიყვება წარმოვიდგინეთ ეს არის ძალიან რთული საქმე ანუ ყველა მომხმარებელისთვის უნდა იყოს საუკეთესო ყველას გული უნდა მოიგო 2009-ში გავხსენეთ რეტო ეს პირველია შემდეგ გავხსენეთ თბილისში გამრეკელის პირველ ნომერში 5 წელი წინ გაიხსნა კიდე სანაპიროზე ჩაისახლი ისიც ძალიან კარგი ადგილია სხვათა შორის ეხლა რემონტი მიმდინარეობს მაგრამ ძალიან მაგარი რაღაცა იქნება ისტორიული შენობა და არის ძველი ანუ პირველი ქვის შენობა აჭარაში რა ჩვენ ძალიან გვინდოდა ანუ ძველი ჩაისახლი იყო ძველი ხაჭაპური ბავშვების ხაჭაპურიც იქ იყო წარმოედგინეთ ეს გამოახლოთ რა ძალიან მაგარი რაღაცა გამოდის თავისი ტერასით ზღვის ხედით და ყველაფერი აბსოლუტურად საიდუმლო არის საქმისადმის სიყვარული თავარია შეჭალო კარგი ყველი და თბილი გული დანარჩენი ყველაფერი უკვე თავისით გამოვა ვინსკი მოდის ბათუმში პირველი ადგილი რეტო იმიტომ რომ აჭავდი ხაჭაპური აჭარაში არის საბუზიტო ბარად საერთოდ და ასოცირდება მისთან გიასთან რა თქმა უნდა რეტოსთან ხო თავისთავად აი ყველა სტუმარი დაუშვ აფხაზეთიდან ძალიან ბევრი სტუმრობს ვინსკი მოდის აფხაზეთიდან სტუმრები ხო ყველა გაუცებულია ყველა ძალიან მოწონს აქაურება უხარიათ კიდევ ჩამოდიან მეორე მესამე მეოთხე ძალიან ბევრჯერ და მეც კიდევ მეუბნებია მე ვუთხარი მე ვყავს მეგობარი ლაშა ბასლანზე თბილისში რესტორანი ქეურის პატრონია ჩემი ძალიან ძვირფას მეგობარია ისიც აფხაზეთიდანია სხვათა შორის ხო და ჩვენ გვინდა ძალიან აფხაზეთში გავხსნათ მეტრო და ქვევრი ერთად ანუ გიას ხაჭაპური და ლაშას ქვევრი ერთად სამომავლო მეგობრები ძალიან ბევრი მაქვს სხვათა შორის მთელ უკრაინაში ქონდა გახსნილი მაგრამ სამწუხაროდ დაიწყო ომი და ყველაფერი დაიკეტა ვაპირებ კიდე ნიუ-იორკში ეხლა 22 სექტემბერს მაქვს გახსნა მანჰეტენზე იხსნება ძველი თბილისის ქუჩა ანუ ოლდ თბილისი იხსნება მანჰეტენზე და პლუს ამას ვაპირებ ჩემი სახაჭაპურის გახსნას კიდე იქ და უფრო წარმატებული ვიქნებ მე მგონია რა ასე ვთქვათ ჩემი ოცნებარი აჭარაში და გავაკეთო აჭარის ხაჭაპურის სახლი უშველებელი 35 მეტრი არის ხო დარჩეს აჭარის ხაჭაპურის ძეგლი აჭარაში
არ შემიძლია მე როგორც მოხაჭრების შთამომავალი არ მეგოსალმოთ ჩემს დეპუტატებს იქ აფხაზეთში მე ძალიან მინდა ვიყოთ ერთად აქ რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი კარგად ვართ ამ ბათუმელი მოხაჭრები ძალიან მეგობრულად ვინც კი ჩამოდიან ყველა სტუმრებს ძალიან გულწრფელად მე პატიჟებით სახლებში პატივისცემთ ყველას და ძალიან მინდა კიდევ ერთად ვიყოთ რა აგ ძლიერი ეკონომიკაა ჩვენთან აჭარაში ძლიერი ეკონომიკაა ძალიან მინდა იგივე იყოს იქაც და ერთად ვიყოთ და ერთად გავაზრდოთ ჩვენი ქვეყანა რა ეს არის ჩემი რა ქვია რა ოცნებად ისე ვიტყვი რა ერთად ვიყოთ და ერთად გავაზრდოთ ჩვენი ქვეყანა რა თუ და ბალწდება ეს ჯაჭვი არის დღემდე მიმოწერა გვაქვს ურთიერთობა Facebook-ით, Instagram-ით ყველაფერით და ჩვენ თითქმის ერთად ვართ რა ჩვენ არაფერი ვერ გავწყვიტავს აბსოლუტურად ჩვენი ჯაჭვი ამყარია ყოველთვის და ესე იქნება ბოლომდე